საღამო მშვიდობისა, ჩემოძვი ფასეგო. რაღაცნაირად გასწავლის როცა ხელში ვიღებ, რაღაც მომდის ისეთი რაღაც ისეთ სპეციფიკური და მაგარი აზრები გაშლასთან მიმართებაში, ხო? დღეს ჩავწეროთ ამ ესეთი ულამაზესი დასტით, საყვარლესი უმაგრესი ვიბრაციები მოდის ამ დასტისგან. თემა გავშალოთ ასეთი პაუზა თუ დასასრული და მოდი გავაკეთოთ პიროვნების გამოძახება, ოღონდ საუბარზე. გარავითარ მაგიას არ აქვს ჩემოკარგებო ადგილი, ანუ ადამიანს არ ვიძახებთ მის სინების საწინააღმდეგოდ, უბრალოდ ვიძახებთ მას ენერგეტიკულად, რომ გაგვესაუბროს პიროვნება და ასე თქვათ მოგვიყვეს თავისგან გამომდინარე ყველაფერი ამ ჩვენ თემასთან დაკავშირებით პაუზა თუ დასასრული თქვენი ურთიერთობის, ხომ? არ არის გამორიცხული ამ გაშლის ყურების შემდეგ ენერგეტიკულად უძაფრონებას ასე თქვათ დაუკავშირდები და ის გაგვესაუბრება გაშლაში. პიროვნება, რომელიც თქვათ დიდი ხანია წლები არა რა თქმა უნდა, ხა წელიწადი რო ადამიანს დაელოდები და არ ჩანს კიდე რო ელოდო და კიდე გაშლებს რო უყურო, ჩემთვის წარმოუდგენელია ხა და თუ მოვა და არ მოვა ლოდინის გარეშე, ეგ უკვე ცხოვრებისეულია და ასე ვფიქრობ, რომ უფლის ხელშია ყველაფერი და წელიწადი თუ არ გეხმიანებათ გახარ და ისევ გაშლებს უყურებ და ელოდები, ვფიქრობ, რომ ტყუილად კარგავთ დროს, თორე შესაძლებელია გამოჩნდეს კიდევ წლის მერე, მაგრამ ეს უკვე ღვთის ნებაზია დამოკიდებული, ხო? მოკლედ ნახოთ პაუზა თუ დასასრული ურთიერთობაში და გავაკეთოთ ასე ვთქვათ პიროვნების ენერგეტიკული გამოძახება ჩვენთან სასაუბროთ, ხო? რომ გაგვესაუბროს. ჩაიფიქრეთ პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი. თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და ასე ვთქვათ რამდენ არკანიანი იქნება, მოდი ესე ვთქვათ, ყველა საკითხს შევე, ხო? აქ მინდა თან ენერგიებიც განვიხილავ კიდევაც. ახლა უყურეთ. თან დავასახელებ ისე რომ არც შემეშალოს რამე. კაი. თქვენი ენერგიები. ჩემოკვერთხების მეფეებო, ქალებო, შეიძლება კაცებიც მოყურებთ და იმიტომ, ხო? მისი ენერგიები, ვაი, მილოტო. ეს არის რა ხდება თქვენ შორის დღეს, ფონი. ახლა დავიწყეთ. პირველი კითხვა, რა არის ამჟამად კავშირის, ანუ თქვენი ურთიერთობის მდგომარეობა როგორია, მოდი ესე ვთქვათ. პირველი კითხვა. კი ბატონო. რას გრძნობს თქვენ შევფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ? თქვენთან კავშირის, ამ ურთიერთობის, თქვენს მიმართ სინამდვილეში და ასე ვთქვათ, როგორ აღიქვამს ის ამ დისტანციას თქვენ შორის? პაუზა ამისთვის დროებითი თუ დასასრული თუ მოდი კიდე მესამე ვთქვათ რაღაცნაირად უსასრულო ჩაკეტვას, ხო, თქვენთან მიმართებაში. ეს პირველი. მოდი ვნახოთ ასევე განზრახვები და ქმედებები. ფიქრობს თუ არა დაბრუნებას თქვენთან პიროვნება? რა იყო? სურს თუ არა, ასე ვთქვათ, რაიმე გითხრათ და თავს იკავებს, მოდი აბა ვითხარი, 6-იანი პენტაკლები. გამოვა თუ არა კონტაქტზე უახლოეს პერიოდში, ესე იყოს, მოდი აქ ცოტა ეს ჩამოვწევ. ეს პაუზა, რაც თქვენ შორის არსებობს, გადაიქცევა თუ არა ახალ ფაზად ურთიერთობაში, თუ ბოლოს და ბოლოს დასასრულია ეს ყველაფერი, ნახოთ. სულელის არკანი ღმერთო რა კარგია. კარგია საწყისი ახალი, ხო? რა უნდა იცოდეთ თქვენ ამ კავშირის ენერგიებზე? ანუ სად არის, ასე ვთქვათ, თქვენი ამ კავშირის ძალა, ხო? რა არის კავშირის ძალა? ოკეი. და მოდი ახლა ვნახოთ ყველაზე კარგი იქნება ტაროს რჩევა, ხო? ღირს თუ არა ლოდინი და
მეორე ვარიანტი ჯობს თუ არა რომ გათავისუფლდეთ. ნახოთ ეს. კარგი. ამ ყველაფერს ახლა გადავდებ, იმიტომ რომ ფონი ამოვიღეთ და ორიანი კვერთხები, როგორი სასაცილო მომენტია შეხედეთ ორიანი კვერთხების გამო თუ ტუზი კვერთხი და ხო ფიქრობ რომ მაინც რაღაცნაირად იქნება ამ ურთიერთობაში ახალი საწყისი და მომკალით. ფონად მყოფი ორიანი კვერთხები, რას გვეუბნება დღევანდელობის შესახებ, რაც ხდება თქვენს ურთიერთობაში, ხო? ამჟამად ესე ვთქვათ, ურთიერთობა არის გაყინული მდგომარეობის ფაზაში, თქვენი გეგმები, ასე ვთქვათ, არის გაორებული და გაწყვეტილების ზონაშია მოქცეული, ხო? ორივე მხარე თითქოს რაღაცნაირად ხედავთ პოტენციალს ურთიერთობაში, მაგრამ არც ერთი არ დგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ხო, ამ ურთიერთობაში. ეს არის ენერგია, ასე ვთქვათ, გეგმის და მაგრამ არა მოქმედების ორიანი კვერთხები, ხო, რასაც ნიშნავს, ხო, თითქოს ორივემ იცით, რომ რაღაც უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ჯერ არ იცით როგორ, ხო, ურთიერთობა, ასე ვთქვათ, შედის უკაცრავად მირეკავდნენ გაფთიშე. ურთიერთობა, ასე ვთქვათ, სად გავჩერდი, შედის მოლოდინის რეჟიმში რეალურად, ხვდებით? შემდეგ ანუ ხო, თქვენ ენერგიებზე პირველი იყო თქვენი ენერგიები, კი, იმიტომ რომ თქვენზე ამოვიღეთ და კვერთხების მეფე ამოვიდა. თქვენ ხართ ასე ვთქვათ, ძალიან შთამაგონებელი, ძლიერი ენერგიის მატარებელი პიროვნება ამ კავშირში, ხო? ასე ვთქვათ, თქვენ გქონდათ ინიციატივა, ვნება, სურვილი და შესაძლოა ელოდებით, ასე ვთქვათ, საპასუხო ნაბიჯებს მისი მხრიდან, ხო, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ თქვენ სწორად გაიმეტეთ და გაიღეთ ემოციები ამ პიროვნების მიმართ, ხო, თქვენს ენერგიაში იგრძნობა სწრაფი განვითარება, ლიდერი რო ხართ, პირდაპირ ამ არკანიდან ჩანს, ხო? და ასე ვთქვათ, ღირსებას ინარჩუნებთ რა, ასე ვთქვათ, ძალიან, ასე ვთქვათ, უფრთხილდებით საკუთარ სახელს, ხო, აი სწორად რო ვთქვათ, ხო? არა მოთმინების, არამედ სწორად მოქმედების ენერგიებში იმყოფებით თქვენ, ხვდებით, როგორც ასეთი. ძალიან კაი ენერგიები გაქვთ თქვენ. 7-იანი ხმლების ენერგიები არის ეს პიროვნება. ასე ვთქვათ, პიროვნება არის ახლა ჩაკეტილ მდგომარეობაში, ფიქრობს საკუთარი ინტერესებისთვის, ტოვებს, ასე ვთქვათ, იტოვებს რაღაცნაირად თავის გზნობებს თავისთვის, მალავს, შეიძლება, ასე ვთქვათ, აქ ამ არკანიდან გამომდინარე, ფიქრობ, რატო გეურჩება, თან თავს გარიდებთ რაღაცნაირად, თან ცდილობთ რომ თავი აგარიდეთ, ხო? ანუ მის მიერ არჩეული ეს ქცევა არის თავდაცვის მიზნით გაქცევის, ან სამწუხაროდ შესაძლებელია ფარული თამაშებიც კი იყოს აქ რაღაცნაირად ჩართული, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ის არ ფიქრობს თქვენზე, ნიშნავს, რომ გზნობების გამოხატვის ნაცვლად სტრატეგიას აშენებს, ხვდებით? ან უბრალოდ, ესე ვთქვათ, იპარება ურთიერთობიდან გარბის. ხო, როგორც ასეთი, ხო? ჩვენი პირველი კითხვა, თუ სწორად მახსოვს, როგორ ამახსოვს, ანუ კავშირის მდგომარეობა და ბუნება, ხო? რეალურად კავშირის მდგომარეობა 4-იან კვერთხებშია მოქცეული, ხო? ეს არკანი მიგვანიშნებს, რომ ურთიერთობა ედროს იყო სასიამოვნო, სავსე იმედებით, ემოციური კმაყოფილებით და სიღრმით სავსე, ხვდებით? თუმცა ახლა ეს ენერგია გაყინულია, ან ასე ვთქვათ, ძალიან, ასე ვთქვათ, დისტანცირებულები ხართ დღევანდელ დღეს ერთმანეთისაგან, ხვდებით, ან დისტანციაა, ხო? შეიძლება ვინმესთვის ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დასრულებულ ეტაპათაც მიიჩნეოდეს დღესდღეობით, ან ესე ვთქვათ, თუნდაც აი მემორიდი იქცაო რო იყვნენ, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ეშვებიან, ხო, მოგონებები, რომელსაც ვერ ეშვებიან, ხო? რას გზნობს პიროვნება თქვენს მიმართ ახლა, ხო, სიკვდილის არკანია, მისთვის ეს კავშირი და თქვენ რეალურად, ხო, როგორ ვთქვათ, აი ხა რაღაცნაირად ტრანსფორმაციის ფაზაშია, ხო, გადაგვარებულია, ან დასრულების ფაზაშია, რო აი პირდაპირ ვთქვათ, ხო? ის გზნობს, რომ რაღაც ძველი ფორმით დამთავრდა, როგორც ველად იყო, ისე ვეღარ იქნება, ხო? თუმცა სიკვდილი არ ნიშნავს გარდაუვალ, ასე ვთქვათ, წერტილს, ხო? ეს ტრანსფორმაციაა ხალხნო, ხო? შესაძლოა მისთვის ეს ასე აღარ მუშაობს, ხო? ურთიერთობა ასე ვეღარ გაგრძელდება, როგორც იყო, ხო? რაღაც ახლებურად უნდა იყოს, ხო? თუ დაბრუნდება, მხოლოდ ახალი პირობებით დაბრუნდება პიროვნება, ხო? როგორ აღიქვამს პიროვნება დისტანციას, ხო? 4-იანი თასების პოზიციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ესე ვთქვათ, ემოციურად მე რა ვიცი, აქ
უუნარო აი ემოციურად უუნაროა პიროვნება რეაგირებს შეხედათ რეაგირებისთვის აი უკან ჩემ ხელა ის რა არის ეს რა ვიცი რა არსება დიდი რაღაც რა ვიცი გველთევზა ხო რაღაც ასეთია თუ რა ვიცი მე რაც არის აი ნახეთ ამაზეც კი რა რეაგირება რაღაც უუნაროა რეაგირებისთვის აი პირდაპირ ვთქვათ ხო არის ასე ვთქვათ მოწყენილი ასე ვთქვათ არ არის კომფორტში არ არის კამაყოფილი იმით რაც დღეს მის ცხოვრებაში ხდება არც იმით რაც პოტენციურად შეიძლება დაბრუნდეს აი რაღაც აპათიაშია პიროვნება და ის არიღებს ასე ვთქვათ პასუხისგებლობას არ დგას ნაბიჯებს რადგან ასე ვთქვათ თავს ასე ვთქვათ ჩაკეტილად გრძნობს პიროვნება ხვდებით თითქოს არც შეუძლია არც უნდა მაგრამ არც ბოლომდე გაუშვია ეს ხვდებით ურთიერთობა და დისტანცირების ფორმით აი ესი დისტანციაზე გადააქვს აი ეს აპათიაში ეს თავისი დისტანცია რომელიც ფიქრობ თავისი მხრიდან არის თან შექმნილი და რაღაცნაირად ნაბიჯები ხომ უნდა გადმოდგას ხო ეხლა ვნახოთ ფიქრობს თუ არა დაბრუნებაზე კოშკის არკანი ხო ნამდვილად ფიქრობს მაგრამ ეს ფიქრი არ არის მშვიდი და იმედიანი ხო ის ფიქრობს რომ მხოლოდ მაშინ როდესაც მასში რაღაცნაირად აი როგორც იცით აი პიროვნება ფიქრობს ამ დაბრუნებაზე აი უბრალოდ ბრახა აფეთქდება და აი მოაწყვება ეს ემოციური ზვავი რო აქ რაღაცნაირად ხვდებით აი კოშკი ხშირად აი მოულოდნელად მოქმედებასაც კი ნიშნავს რაღაც მოულოდნელ რაღაცას ნიშნავს ხვდებით აი მოულოდნელად რო ხდება რაღაცეები ხო აი როგორ გითხრათ შინაგანად გრევების პოზიციაში ეს პიროვნება და დაბრუნდება მაშინ როდესაც შინაგანად ან გარეგანად ასე ვთქვათ რაღაც აიძულებს მას ამ ნაბიჯის გადადგმას მაგრამ ეს არ იქნება სიმშვიდის ფონზე აი უცებ რაღაცა ბუბუხრო დაიძახებს ხო ხვდებით რაღაცა აი უცებ და რაღაცა უნდა გადაადგმოს ეს ნაბიჯი რა სპონტანურად და უცაბედად რაღაც უცებ მომხდარი მოვლენა იქნება ხო რა თქმა უნდა ფიქრობს კიდევაც რა და რახან ფიქრობს ისე იგი იქნება კიდევაც სურს თუ არა თქვას რამე ამ პიროვნებას მაგრამ ასე თქვათ თავს იკავებს ანუ რისი თქმა უნდა თქვენთვის ხო დიახ რა თქმა უნდა მას უნდა რომ თქვენთან გქონდეს დიალოგი გადმოგცეთ რაღაც ინფორმაცია ან ასე ვთქვათ ურთიერთგაცვლა მოხდეს ენერგიების თქვენი ერთმანეთში მაგრამ პიროვნება ასე ვთქვათ თავს იკავებს ამ ყველაფერსკენ ხო შესაძლოა ფიქრობს რომ დიალოგში არ იქნება ბალანსი ან თვითონ ვერ გასცემს საკმარის ნახეთ ეს ხო ენერგიების ვთქვათ გაცემის და დაბრუნების ბალანსია ხო ან ფიქრობს რომ ვერ გასცემს საკმარის ენერგიებს ან თქვენი მხრიდან ვერ მიიღებს საპასუხოდ იგივე ბალანს იგივე დოზით ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე მას აქვს შიში რომ მოხდება არათანაბარი გაცემა მიღების ასე ვთქვათ ენერგიები და აქედან გამომდინარე თავს იკავებს ეს პიროვნება ხო გამოვა თუ არა კონტაქტზე უახლოეს პერიოდში ხო ეტლის არკანია და კი როგორც ასეთი ნათლად იკვეთება აი ამ არკანიდან გამომდინარე ქმედება ხო ეტლი მიგვანიშნებს რომ იგი აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯებს და იმოძრავებს თქვენკენ ხო შესაძლებელია ესეც მოულოდნელად მოხდეს ენერგიულად ან კონკრეტული მიზნის ასე ვთქვათ გარშემო იტრიალოს ამ გადმოდგმულმა ნაბიჯმა ხო ხვდებით ის შეიძლება გამოჩნდეს დაგიკავშირდეთ ან გააკეთოს რაღაც რაც დაარღვევს ამ პასიურობას მისი მხრიდან ხო ახლა როგორც ასეთი ეს პაუზა გარდა იქნება თუ არა ახალ ფაზა თუ საერთოდ დასასრული იქნება მოდი ეს გეტყვით პასუხად გეტყვით ასეთ რამეს ხა ის სულელის არკანიც აღნიშნე ხო შეიძლება ასე ვთქვათ ნამდვილად შეიძლება დაიწყოს ეს ურთიერთობა თავიდან, მაგრამ სულელი არ ნიშნავს სერიოზულობას, ხვდებით? ანუ კი, საწყის ნიშნავს, მაგრამ არა სერიოზულად, ხვდებით? ანუ იგი ნახეთ როგორ სულელის არკანი მიგვანიშნებს მსუბუქ დაუგეგმავ იმპულსურ დასაწყისზე, ხო, მოდით ცადოთ თავიდან, მაგრამ ისე თითქოს არაფერი ყოფილა მანამდე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ არ გაიაზრებს იმ წარსულსაც იყო და ისე დაიწყებს ახლა, მაგრამ ის წარსული ხო გააზრება საჭიროებს, რომ ბოლოს და
საბოლოო სახლიდან რომ დაიწყეთ იმის გათვალისწინებით რაღაცა უფრო სხვანაირად დაიწყოთ, ხო? აი ეს სულელი ამას ნიშნავს ზუსტად, ხო? ასე რომ ეს იქნება სხვა სტილში დაბრუნება, მაგრამ არასრულფასოვანი აღდგენა ურთიერთობის, ასე ვთქვათ, იმავე გზით, ხო ხდებით? სად არის ესე ვთქვათ თქვენი ძალა ამ ურთიერთობაში, ხო? თასების პაჟის არკანით ხასიათება. თქვენ შინით ჯერ კიდევ აი ნახეთ არსებობს ამ პიროვნებისადმი ამ ურთიერთობისადმი თბილი გრძნობა. თქვენი გული ღია ხვდებით, ცოცხალია ამ ურთიერთობისთვის. ეს არკანი გეუბნებათო თქვენში არის მშვენიერი საწყისი ემოციის ძალა ხვდებით, მაგრამ ის არ უნდა იქცეს მსხვერპლად ჩამოკარგება, ხო? თქვენი ძალა, ასე ვთქვათ, გული გახსნილია და თქვენ უკვე საკმაოდ დაჭკვიანებული ხართ და მისული ხართ იმ ფაზამდე და მიხვედით იმ დონემდე და მზად ხართ იმისთვის, რომ ემოცია არ გახადოთ ტკივილად, ხდებით, ანუ ეს ემოცია არ უნდა გახდეს ტკივილი, ხო? აი დიდი კორიკორ დავიღალე. და ბოლო არკანი არის რჩება, ხო? ლოდინი თუ გათავისუფლება ამ ურთიერთობაზე. რადგან პენტაკლი ეს არკანი გვეუბნება, რომ შეინარჩუნე პოზიცია და საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, როგორ პოზიციაში ხარ, მაგრამ ნუ ჩაიკეტები, ნუ დაიხურები, ხო? ასე ვთქვათ, არც გაღმაწაცვლა, არც თავი, ასე ვთქვათ, დაკარგოთ, ასე ვთქვათ, აი ხო ხვდებით, არც გახვიდეთ, მაგრამ ნურს თავს დაკარგავთ ამ ურთიერთობაში, ხვდებით, ანუ შეინარჩუნეთ თქვენი ღირებულება, ემოციური თუნდაც რესურსი, ხო? მაგრამ ამ არკანის მიხედვით პირდაპირ თუ გაინტერესებთ, შემირჩევა არკანის გარეშე, მოდი ესე გეტყვით, ხო, უსასრულოდაც უნდა ელოდებით, ხო? ან დააკვირდით. რა ვიცი. კი ბატონო. ურთიერთობაში ესე ვთქვათ, არის პაუზა, ერთობ ჩანს, რომელიც შესაძლოა გადაიქცეს ახალ საწყისად, მაგრამ სხვა ფორმით. ასე ვთქვათ, პიროვნება, ასე ვთქვათ, აი ამ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან არ ფიქრობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ასე ვთქვათ, შიდა კონფლიქტები იმას გადაადგმევინებს, ასე ვთქვათ, აი ეს არკანი უცებ ნაბიჯებს, ხვდებით, აი უცებ შიდა კონფლიქტებში რო არის და ბრაღ და აი მომინდა და გადავდგავ, აი უცაბედად რო გადმოდგავს ნაბიჯს, ეს მომენტი იქნება. თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, ღირებული პიროვნება, რომელსაც პიროვნება, თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება გხედავთ, ასე ვთქვათ, ესე რომ ღირებული ხართ, ძალიან ცეცხლოვანი ხართ, მაგრამ მაინც აქედან ამის და მიუხედავად გემალებათ და დისტანციაზეა თქვენგან და კომუნიკაცია იქნება, მაგრამ ასე როგორც ასეთი არ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს კომუნიკაცია მაინც და მაინც შესაძლებელია იყოს აღდგენის ნიშანი, ხო? ტაროს რჩევას რას ვიტყოდი, ხო? თქვენში არის შემოკარგებო სითბო, ღირებულება, შინაგანი მზაობა, ეს კავშირი ჯერ არ დასრულებულა, ის მხოლოდ გარდასახვის ფაზაშია, ხვდებით? თუმცა თქვენ უნდა დარჩეთ საკუთარ ძალაში, საკუთარ თავის პატივისცემაში, საკუთარი ღირებულებები უნდა დააფასოთ და კარგად შეაფასოთ და არ დაკარგოთ თავი მოლოდინში. ყველაფერს აქვს თავისი ვადა და აქედან გამომდინარე, თუ პიროვნება არ იმოქმედებს ისე, როგორც თქვენ გეკადრებათ, ჩემი რჩევა ტაროს გარეშე, ნუ დაელოდებით. ყველაფერს აქვს თავისი გონივრული ვადა. გონივრული ვადის იქით, როგორც ასეთი წელიწადს თუ გადაცდა, მოდით მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას. პიროვნება კი არა, ვინც თქვენ ცხოვრებაში უნდა იყოს, აუცილებლად მოვა. თუ მომსვლელია მოვა, თუ წამსვლელია რომც მოვიდეს, მაინც წავა. აქედან გამომდინარე, ორიენტირდით საკუთარ თავზე, პატივი ეცით საკუთარ თავს, შეიყვარეთ საკუთარი თავი და ყველა და ცხოვრებად შეგიყვარებთ თქვენ დამინჯარეთ, ხო? კარგად გრძელდებოდეთ, შემოწვრიფ ასაფო და კარგებო.